ნაომარი ქვეყანა ბოდიშს არ იხდის, ასეთი არის მთავარი გზავნილი იმ აქციის მონაწილეებისა, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. აქ იმყოფებიან ასევე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც, მათ შორის საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მათ სპეციალური დამცავი კორდონი აქვთ მოწყობილი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან და აძლევენ პარლამენტთან მიახლოების საშუალებას აქ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც თავის მხრივ აპროტესტებენ ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომელიც ბოლო 3 დღის განმავლობაში იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ კომისიის სხდომების ფარგლებში იბარებს ყოფილი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს, მათ შორის როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისევე სამხედრო თანამდებობის პირებსაც, მათ შორის არიან როგორც გენერლები, რომლებსაც გუშინაც და დღესაც მოусმინეს ომთან დაკავშირებით და მთავარი კითხვა პრინციპში რაც ისმოდა მთავარი კითხვები რაც ისმოდა ამ კომისიის სხდომებზე ამ 3 დღის განმავლობაში იყო ვინ დაიწყო ომი, ვინ დაბომბა ცხინვალი და რატომ არ იყო შემუშავებული სამშვიდობო მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. მოქალაქეთა შეფასებით, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინა და უკანა ტერიტორიასთან არიან შეკრებილნი უკვე 7 საათზე მეტია, დღეს დაახლოებით 15 საათისთვის დაიწყეს მათ შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. აცხადებენ, რომ მსგავსი კითხვები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელი და ნებისმიერ შემთხვევაში აგრესორად ქართული მხარის წარმოდგენა და წარმოჩენა არის მხოლოდ რუსული ინტერესების გამტარი და აი ამ ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ ისინი მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იყვნენ შეკრებილნი აქ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათი შეფასებით, ყველაფერი ის რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს შიგნით, კონკრეტულად აი ამ კომისიის სხდომის ფარგლებში ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ასევე შეურაცხყოფს დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ბუტაფორიული კომისია არალეგიტიმური ხელისუფლების ბრჭყალებში რაღაცა შემოგდებული ყურადღების გადასატანი ამბავი, თუმცა ეს არის ისტორიის რევიზიონიზმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიის გადაწერა ხდება, ტანკი საერთოდ არ დაჭირებულა პურტის და რუსეთს, ისე დაიპყრო თბილისი, ისე დაიპყრო პარლამენტი და დაიპყრო ყველა ინსტიტუცია, რაც კი გაგვაჩნია და რაც უნდა ემსახურებოდეს ხალხს. აქ იმიტომ დგავა, რომ ეს შენობა არის ჩემი, ეს შენობა არ არის წულუკიანის, მე წულუკიანისთვის ხმა არ მიმიცია, წულუკიანისთვის ხმას კარგი ხანია არავის არ მიუცია მე მგონი. ამიტომ ახლა განსაკუთრებით სტუდენტებს ველაპარაკები, დროა გამოვიდეთ, ჩვენ ღირსება გათელეს ქვეყნის, ჩააფურთხეს ერის სულს, რასაც ქვია და ახლა ვერც ლექციაზე, ვერც სამსახურში და ვერც სახლში იმაზე უკეთეს საქმეს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე გავაკეთებთ აქ. ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი ღირსებისთვის ვიბრძვით და ამ ქვეყნისთვის ვიბრძვით, ჩვენი შვილებისთვის ვიბრძვით, ჯერ არ დაბადებული თაობებისთვის. ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ დაანონსა, რომ ვითომ რაღაცა პარტიული ანგარიშწორება და ნაციონალური მოძრაობის ანგარიშწორება უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გენერლები, რომლებიც ომში იყვნენ და საქართველოს იცავდნენ, სწორედ ამ გენერლების ფაქტობრივად თავზე ლაფის დასხმა იყო, რასაც ეხლა მე ვუყურე და აქ იმიტომ ვარ, რომ ეს არის საქართველოსზე პირდაპირ თავზე ლაფის დასხმა და რუსეთისგან არის პირდაპირ ესპანელებმა მოსული და ამიტომაც ნამდვილად ნაომარი ქვეყანა ბოდიშს არ იხდის და აბსოლუტურად ეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის რომ აი ფაქტობრივად ქვეყანას გვართმევენ, რუსები გვართმევენ ქვეყანას და თუ ეხლა ჩვენ ამაზე გავჩერდით, ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი კოლონია ვიქნებით. ტანკით არავინ შემოვა, წულუკიანი უზით, კობახიძე გარეთ ყავთ და დამთავრებული, ანუ ჩვეულებრივ ქვეყანას დაპყრობას უჭირდებიან. ამიტომაც არასდროს არ მჯერა, რომ ბელარუსეთს დაგვემართება, არ მჯერა, რომ ქართველები ამას შევეგვებით. არასდროს მე და ჩემი ხალხი, ვინც აი აქ გარშემო ვართ და ყველა ჩემიანია, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო არ გაყროს. ეს არის ერის მორალური სიკვდილი. ეს არის თავდლაფის დასხმა იმ გმირების და იმ ხალხის, ვინც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ეს არის კატასტროფა. 28 ნოემბერი ამასთან შედარებით არაფერი არ გახლავთ. ეს არის ერის გაშავება, მეტი არაფერი.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არსებულ მდგომარეობას, აქაც არიან შეკრებილნი აქციის მონაწილეები, შედარებით უფრო მეტნი, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან. ასევე მოგახსენებთ სიტუაციას 9 აპრილის ქუჩის გაყოლებაზე, უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწორილ არიან განლაგებულნი როგორც საპატრულო პოლიციის, ისევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა მათ არ აქვთ შექმნილი შესაბამისი სპეციალური კორდონი, როგორც ეს იყო გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა მათ შორის საგამოძიებო კომისიის სხდომა. ასევე აი ამ ქუჩაზე, საპარკინგო ზოლში მობილიზებულნი იყვნენ შინაგანსახმის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფები, მათი მიკროავტობუსები იყო აქ მობილიზებული. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე საათის წინ უფრო კონკრეტულად, აქ ფიზიკური დაპირისპირება და სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა მიზეზი იყო რიგ შემთხვევებში უცნობი, ზოგიერთ შემთხვევაში კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დავის მიზეზი გახდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის საკითხი, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, მოქალაქეთა რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მათ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი და შეეზღუდათ საავტომობილო მოძრაობა. ამ დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ზუსტი რაოდენობა დაკავებულებისა არის ამ დროისთვის უცნობი, შინაგანსახმის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, ისევე როგორც არ განუმარტავს კონკრეტულად რა მუხლით არიან დაკავებულნი, როგორც წესი გზის გადაკეტვის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით აკავებენ მოქალაქეებს, თუმცა ჩვენ დაველოდებით ბუნებრივია ძალოვანი სტრუქტურის კონკრეტულ განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ინფორმაციის მიღებისთანავე ევრონიუს ჯორჯიას ეთერშიც და სოციალურ პლატფორმებზეც განახლდება ამის შესახებ ინფორმაციას. ისმის საპროტესტო შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან, რომლებიც რჩებიან რუსთაველის გამზირზე, რჩება პროტესტის 121 დღეს გადაკეტილი მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეებს შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და ყველა ერთხმად განურჩევლად პროფესიისა და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა აცხადებს, რომ ის რაც ხდება ბოლო პერიოდში ქვეყანაშიც და მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოში არ ასახავს აი ამ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელიც 121 დღის განმავლობაში იბრძვის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და აცხადებენ, რომ ქვეყნის დადანაშაულება რუსეთ-საქართველოს ომში და ომის დაწყებაში, მით უმეტეს პროვოცირებაში არის დაუშვებელი შეცდომა და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედება. ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია 31 მარტს კიდევ უფრო მეტნი შეიკრიბონ და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ შეკრებილებმა გააგონონ თავიანთი ხმა ქართულ ოცნებასაც და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ისინი არ აპირებენ შეწყვიტონ ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.